ვინც სიკეთეს აკეთებს მას უნდა ერჩივნოს რომ მადლობა არ უთხრა მაგრამ ვისთვისაც სიკეთეს აკეთებენ ის მადლიერი უნდა დარჩეს ახლა რატომ ნახე თუ დავუშვათ მე სიკეთეს ვაკეთებ და მინდა რომ მადლიერი დარჩეს ვიღაცა ჩემს მიმართ ეს მე დამტანჯავს შეიძლება იმან ვინც მადლობა არ თქვა ერთი წოდვა ჩაიდინა რომ უმადურია მაგრამ მე შეიძლება გავრისხდე განვიკითხო მე სიკეთის კეთების სურვილი დავკარგო მაინც ვერ ხედავენ მეთქი თქვა მე უფრო მეტ წოდვაში ვარდები ვიდრე ის ესმით ამიტომ ჩვენ როდესაც ვაკეთებთ ჩვენ უნდა ვაკეთოთ იმის გამო რომ ღვთისმცნება აღვასრულოთ და ყველაზე უკეთესი კიდე იმიტომ რომ თავად ეს სიკეთე გვიყვარდეს მაგრამ ის ვინც სიკეთეს მიიღებს ეს მისთვის არის სათნოება რომ მან მადლიერება გამოხატოს მადლიერი დარჩეს